გუდაურის მმართველობა თბილისის მერიდან ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა. ჯერჯერობით უცნობია, რომელი კომპანია გააგრძელებს ზამთრის კურორტის რეაბილიტაციის პროექტს. ამ დროისთვის კვირიკაშვილის უწყება ფრანგულ კომპანიასთან მართავს მოლაპარაკებებს. პარალელურად კი უწყებებს შორის გადაბარების პროცესი მიმდინარეობს. გუდაური დღეიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის. გუდაურის განვითარების ფონდის ახალი ხელმძღვანელის განმარტებით პროექტების დაგეგმვა რამდენიმე დღეში დაიწყება. არის დარჩენილი ძალიან ბევრი სამუშაო, რომელიც უნდა განხორციელდეს უახლოეს დღეებში და უახლოეს წლებში. წელს ეკონომიკის სამინისტრო გააკეთებს იმ მნიშვნელოვან პროექტებს, რომ სეზონს დახვდეს ნორმალურად გუდაური. ტერიტორიულად მოშორებული ადგილი თბილისის მერიას გადაეცა სამართავად ცოტა უცნაური იყო, თუმცა ის რომ იქ დამატებით ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა, ამაში ცუდი არაფერი არ არის. გუდაურის რეაბილიტაციის განხორციელება თბილისის მერიამ 2011 წლიდან დაიწყო. ორწლიანი მართვის შედეგები დღეს თბილისის მერმა და გუდაურის განვითარების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა შეაჯამა. მათი ინფორმაციით ამ დროის განმავლობაში 2450 მეტრიანი გონდოლა, 2800 მგზავრზე გათვლილი სათხილამურო საბაგიროები, ძველ და ახალ გუდაურთან დამაკავშირებელი გზა და გვირავი, სათხილამურო გზა, სასრიალო მილები და გასართობი მოედანი გაკეთდა. კურორტი მთლიანად შეიცვალა, განახლდა ისევე როგორც კომუნიკაციები, ასევე დაემატა ახალი გონდოლა, მთლიანად ინფრასტრუქტურა შეიცვალა. შევძელით გაგვეორმაგებინა. მე სეზონის დასაწყისში ეკონომიკის მინისტრის შევთავაზე, რომ შემიძლია ეხლავე გადმოგცეთ, თუმცა ბუნებრივობაში სეზონი ჩავარდებოდა და ამიტომ შევთანხმდით შუალედურ ვარიანტზე, რომ მათი წარმომადგენლები მენეჯმენტში ჩაერთვებოდნენ. გუდაურის მიმართ ინტერესის ზრდაზე საუბრობენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში. სტატისტიკის მიხედვით რეაბილიტაციის შემდეგ ტურისტების ნაკადი 120%-ით გაიზარდა. ევროპელი ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველი სპორტული სახეობა ჰელისკია. ძალიან ბევრ შესაძლებლობას იძლევა სხვა ინტერესის ტურისტებისთვის. ამ მხრივ ჩვენ აქტიურად მუშაობთ, მაგალითად ჩარჩენ შევიმუშავეთ გარკვეულწილად ველოტურები. გუდაურში რომლის პოპულარიზაციასაც წელს ვაპირებთ. გუდაურის რეაბილიტაციის პროექტის ყოფილი მონაწილეები პროექტის ახალ მმართველებს იმ მიმართულების გაგრძელებას ურჩევენ, რომლითაც კურორტის რეაბილიტაცია ხდებოდა. თავარი მინუსი გუდაურის მანამდე იყო და ეხლა სხვათა შორის არის, რომ სრიალი რომ დამთავრდება, არაფერი საქმე არ აქვს. თუ ახალი ხელისუფლება ამას გადაიბარებს და შესაბამისად სწორად წარმართავს, მაშინ გუდაური მართლაც შეიქმნება ერთ-ერთ საუკეთესო კურორტად მსოფლიოში. გუდაურში სათხილამურო სეზონი 28 აპრილს დასრულდა. მომავალი სეზონისთვის გუდაურის ახალი მმართველობა ახალი პროექტის განხორციელებას აპირებს.